ფასწარმოქმნის ჯაჭვში არსებული გაურკვეველი კომერციული ურთიერთობები, არაეფექტური საოპერაციო ხარჯები და გამჭვირვალობის ნაკლებობა ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რაც საპარლამენტო კომისიის დასკვნით პროდუქტებზე საბოლოო ფასს ზრდის. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის სექტორი, ანუ FMCG ბაზარი, კონკურენტულია და ადგილი არ აქვს გადაჭარბებულ მარჟებს. დოკუმენტში ასევე საუბარია ღირებულებათა ჯაჭვში კომერციული ძალების ასიმეტრიაზე, დისტრიბუტორებს, მცირე მწარმოებლებს და საცალო ქსელებს შორის, ასევე მიწოდების ჯაჭვების ეფექტიანობის ნაკლებობასა და ლოგისტიკურ ხარჯებზე. კომისია ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ურჩევს და მწარმოებელს, იმპორტიორს, დისტრიბუტორსა და ქსელებს შორის ინსტიტუციური ურთიერთობის ჩარჩოს შექმნას მომხრეა. კომისიის რეკომენდაციას ინსტიტუციური ურთიერთობის ჩარჩოს შექმნაზე დადებითად აფასებენ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში, უფრო კონკრეტულად კი ჩარჩო უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვის შესახებ კანონის მიღებას გულისხმობს, რაც როგორც ასოციაციაში მიიჩნევენ, ბაზარზე სწორი თამაშის წესების შემოღებას შეუწყობს ხელს. კომისიის მუშაობის დასრულებას გამოეხმაურა რითეილ ასოციაციაც, სადაც ნათქვამია, რომ სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე მოკლევადიან პერიოდში ხელშესახების შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის. აღნიშნულის ფარგლებში ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები. საქართველო 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს მსოფლიო ღვინის რუკაზე და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. საქართველომ აღნიშნულ ღონისძიებას უკვე ორჯერ უმასპინძლა 1962 წელს საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს გენერალურ ასამბლეას. ორგანიზაცია 51 ქვეყანას აერთიანებს და მეღვინეობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების განვითარებაზე მუშაობს. თბილისმა ბუნებრივი ღვინის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალს ზერო კომპრომაისს უმასპინძლა. ფესტივალმა თავი მოუყარა ღვინის მოყვარულებს, იმპორტიორებსა და დარგის პროფესიონალებს, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. წლევანდელ ღონისძიებას 100-მდე მონაწილე დაესწრო და ქართული მარნების გარდა მასში უცხოელი ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ზერო კომპრომაისი უკვე დიდი ხანია გადაიქცა ქართული ბუნებრივი ღვინის ექსპორტის მთავარ პლატფორმად და ფესტივალი არის სივრცე, სადაც ქართველი მეღვინეები და უცხოელი იმპორტიორები აწარმოებენ მოლაპარაკებებს პარტნიორებთან და დებენ შეთანხმებებს ახალი მოსავლის ღვინოების უცხოეთის ბაზრებზე გასატანად. გარიგება ავტოპროდუქციით ვაჭრობის ბაზარზე კომპანია ამბოლი ვისოლ ავტო ექსპრეს ყიდულობს აქტივების შეძენაზე თანხმობა უკვე გაიცა. სააგენტომ კონცენტრაცია 3 ძირითადი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების ბაზრის მიხედვით შეაფასა. 2025 წლის მონაცემებით საბურავების ბაზარზე 138 კომპანია ოპერირებს, კონცენტრაციის ინდექსი კი მცირედით 40.9 ერთეულით გაიზარდა. ზეთების ბაზარზე, სადაც 245 კომპანიაა წარმოდგენილი, ზრდა 33.8 ერთეულია, რაც შეეხება აკუმულატორებს, აქ 119 ეკონომიკური აგენტი მოქმედებს და კონცენტრაციის ინდექსის ზრდა შედარებით მაღალი 207.1 ერთეული იქნება. იაპონიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში 550 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტის ათვისება დაიწყო. მხარეებმა პირველ 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარის სასესხო ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს. დაფინანსება იმ სავაჭრო გარიგების ნაწილია, რომელმაც იაპონიის იმპორტზე ამერიკული ტარიფების 15%-მდე ამცირებს. დაფინანსების დაახლოებით მესამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკი, დანარჩენს კი კომერციული ბანკები
მიღწევები უზრუნველყოფენ. პირველი 3 პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 35 მილიარდი დოლარია, მოიცავს ნავთობის საექსპორტო ტერმინალს ტეხასში, სამრეწველო ალმასის ქარხანას ჯორჯიაში და ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურს ოჰაიოს შტატში. ხელმისაწვდომი თავისუფალი ფულადი ნაკადები თავდაპირველად თანაბრად გაიყოფა ორ ქვეყანას შორის, თუმცა კონკრეტული ნიშნულის მიღწევის შემდეგ მოგების 90% ამერიკულ მხარეს დარჩება.